მუსიკაზე მეტი არასდროს არ არის და დავით ალდაშვილი ისევ მუსიკალური თემით ამჯერად ტანგოთი გვიბრუნდება ეთერში. დილამ მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობ და თეატრიდან. დიდი მადლობა მინდა უთხრა თეატრს პირველ რიგში იმისთვის, რომ დღევანდელ დღეს ჩემს რუბრიკას უმასპინძლა და ძალიან საინტერესო ამბით გიბრუნდებით. 18 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით უკვე მესამეც თბილისში გაიმართება ძალიან საინტერესო უნიკალური ტანგოს ფესტივალი Best Fest 2019. 26 ქვეყნის წარმომადგენელი პროფესიონალი თუ მოყვარული არგენტინული ტანგოს, სოციალური არგენტინული ტანგოს იქნება თბილისში და პროფესიონალები ჩაუტარებენ მათ მასტერკლასებს, იქნება შოუკეისები ჩვენთან თეატრის ფოიეში და ასევე აი ამ ფესტივალის ასე ვთქვათ გახსნის ფუნქცია შეასრულებს სპექტაკლი, რომელიც 1 წლის წინ დაიდგა 19 აპრილს, თუმცა ამჯერად გადმოიჩოჩა 2 დღით ადრე და 17 და 18 აპრილს დღეს და ხვალ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი, როცა ქვეყანა დიდია, რომელიც მთლიანად არის აგებული არგენტინულ ტანგოზე და პრინციპში ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ასაკის და რაც თავარია, ეს სპექტაკლი არის უსიტყვო, ასე რომ ტურისტებიც შეიძლება რომ მოვიდნენ და ნახონ ძალიან საინტერესო დადგმა, რომელიც შეიქმნა კობა შონიას და ირაკლი გურგენიძის მიერ. კობა შონია გახლავთ ტანგოს ექსპერტი ქართველი და ირაკლი გურგენიძე კი რეჟისორი აი ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის. უცებ მოყვეთ ზოგადად საიდან გაჩნდა ამ სპექტაკლის იდეა და რამდენად გაგიმარტივდათ მოცეკვავებთან ურთიერთობა თუმცა მსახიობები შეიღებენ მონაწილეობას. მსახიობები დილამ მშვიდობისა ყველას. იდეა გაჩნდა სწორედ ფესტივალთან დაკავშირებით, გვინდა და გახსნა ორიგინალურად მოგვეწყო და გქონდა ესეთი ჩანაფიქრი, რომ ერთჯერადი ესეთი პერფორმანსი გაგვეკეთებიათ, ამისი რაღაც მცირეოდენი დრამატურგიით. თუმცა მე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ შემოგთავაზა, რომ მოდი გავაკეთოთ სრულყოფილი სპექტაკლი, ჩავთოთ მსახიობები, მე ცოტა ესე შევხედე. სკეპტიკურად ეჭვის თვალით, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა, მსახიობები ძალიან მონდომებით ჩაერთნენ პროცესში და იყო ძალიან საინტერესო პროცესი დადგმის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მათთვისაც ახალი იყო, ცეკვავდნენ ტანგოს, თან თამაშობდნენ როლებს და მოკლედ შედგა პრემიერა 19 აპრილს გასული წლის და ძალიან წარმატებით შედგა. საერთოდ ზოგადად ძალიან რთულია ამბობენ ხოლმე კინორეჟისორებზე, რომ გადაიღე ფილმი მუსიკის გარეშე და მე მივხვდები როგორ რეჟისორი ხარ. ამ შემთხვევაში თეატრს როდესაც უსიტყვოდ აკეთებ, ძალიან რთული იქნებოდა ალბათ იმ ემოციების სწორად გადმოცემა, რომელიც თქვენს წარმოსახვით სცენარში დაინახეთ თავის დროზე. მაგრამ მუსიკა ვახსენე და ტანგო მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. როგორ მოხდა კობა შონიას შეხება ტანგოსთან და მუსიკაზეც რომ ვისაუბროთ, ზოგადად მე ვიცი რომ მეორედში ან 4-4-ში შეიძლება იყოს ტანგო, თუმცა დღეს გავიგე რომ ვალსიც შეიძლება იყოს ტანგოს აკომპანიმენტი. მოკლედ მოგესალმებით ყველას. ეს დღეს იქნება ტანგოს სპექტაკლი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის როცა ქვეყანა დიდია, რომელიც ტანგო აკადემია და თუმანიშვილის თეატრის საერთო პროექტია. გარდა ამისა, ამ სპექტაკლით მოხდება ხვალ ფესტივალის გახსნა. ეს არის Best Fest Georgia 2019, ესე ქვია ამ ფესტივალს. ეს არის ტანგოს საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ყავს რამოდენიმე 26 ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები, პლუს მაესტროები და დიჯეები სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა აბსოლუტურად ყველა არის ეს რაღაც უმაღლესი დონის, ესე რომ ვთქვათ, ეს ხალხი. და 200-მდე მონაწილე გვეყოლება ამ ფესტივალზე, რომელიც რა თქმა უნდა ტანგო აკადემიისა და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საერთო პროექტია, ესე რომ ვთქვათ, წელს და ტარდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ეს ყველაფერი, ასე რომ დიდი მადლობა მათ ამ საშუალებისთვის. ტანგოს რა შეეხება, კონკრეტულად ტანგოს ცეკვა, რომელიც პრინციპში არგენტინაში მე ვიცი რომ მშობლები ძველ დროში სპეციალურად ამეცადინებდნენ ბიჭებს და გოგოს მშობლები ელოდებოდნენ მათი მოლაპარაკებული ოჯახების ბიჭებისგან სწორად შესრულებულ ტანგოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა მათი ქორწინების თანხმობა. არის თუ არა ეს ტრადიცია, უარი ინერგება საქართველოში, არა ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ როგორ აღმოჩნდით ტანგოს სამყაროში და რა არის ტანგო თქვენთვის? მოკლედ ტანგო ჩემთვის იყო ერთი ნახვით შეყვარება, ესე რომ ვთქვათ.
და თქვენ ისნებართ ბევრი რო არ ვილაპარაკო, მე შემიძლია ეს ყველაფერი ცეკვა. და მე არ ვიცოდი რომ დილას თქვენ ცეკვას აპირებდით, არა ვიცოდი. მე ვიცი რომ თქვენთან ერთად დღეს ჩვენ მაყურებელს სიურპრიზ მოუწყობს მარიამ ჭარხალაძე, რომელსაც ასევე მივესალმებით. მე კი მხოლოდ შემიძლია მაყურებელს ვურჩიო ის რომ არ გამოტოვონ დღევანდელი და ხვალინდელი სპექტაკლები მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა რომელიც 8 საათზე დაიწყება საღამოს და დამდგმელი რეჟისორი ირაკლი გურგენიძე იყო ჩვენი სტუმარი, კობა შონია, მარიამ ჭარხალაძე და კობა შონიას გიტოვებთ არგენტინული ტანგოთი და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პირობას გაძლევთ რომ მე და ნატონა აუცილებლად ვიცეკვებთ ტანგოს მას შემდეგ რაც გაითიშება კამერები, იმიტომ რომ არ გვინდა ეს საშინელებათა ჟანრის ვიდეო თქვენ ნახოთ. მანამდე გეტყვით რომ თქვენთვის ახალი დღის ძალიან დიდ გუნდთან ერთად მუშაობდით მე დათო გორგილაძე და ნატა მაღალაშვილი. დიდი მადლობა იმისთვის რომ დილიდან 10 საათამდე გვიყურეთ. ხვალამდე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. კარგ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.